1980-იანი წლების ბოლოსთვის საბჭოთა კავშირი საიდუმლო დაფინანსებდა ეგრეთ წოდებულ დასავლეთ გერმანულ მშვიდობის კავშირს. ცივი ომის მიმდინარეობისას საბჭოთა კავშირის საკუთარი გავლენის გასავრცელებლად მხოლოდ ჯარებსა და ბირთვულ არსენალს როდი ეყრდნობოდა. იგი აქტიურად ცდილობდა დემოკრატიული ქვეყნების დასუსტებას და მათ ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული ომის წარმოებას ყალბი აქტივისტური ორგანიზაციების საშუალებით, რომლებსაც სინამდვილეში თვითონ აკონტროლებდა და მართავდა. 1980-იანი წლების ბოლოსთვის დასავლეთ გერმანული გაზეთების მიერ ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოამჟღავნა, რომ საბჭოთა კავშირი საიდუმლო დაფინანსებდა ეგრეთ წოდებულ დასავლეთ გერმანულ მშვიდობის კავშირს. ერთი შეხედვით ეს იყო ლეგიტიმური საპროტესტო პლატფორმა, ორგანიზაცია, რომელიც კამპანიას ნატოს წინააღმდეგ ეწეოდა და მას ომის მოსურნე აგრესიულ ორგანიზაციად წარმოადგენდა. სინამდვილეში ამ ეგრეთ წოდებულ მშვიდობის კავშირს აფინანსებდა და აკონტროლებდა საბჭოთა კავშირი. მისი და ასევე აღმოსავლეთ გერმანიის უშიშროების ეგრეთ წოდებული შტაზის საშუალებით. აღმოსავლეთ გერმანიაში კომუნისტური რეჟიმის დამხობის და შტაზის არქივების გახსნის შემდეგ დოკუმენტურად დადასტურდა, რომ საბჭოთა კავშირი ცდილობდა და ახერხებდა დასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებში აგენტურის ჩანერგვას და მათ ნატოს წევრი ქვეყნების დემოკრატიული საზოგადოებების დესტაბილიზაციისთვის გამოყენებას. ბუნებრივია, ყოველგვარი აქტივიზმი თუ ბირთვული იარაღის წინააღმდეგ გამოსვლები შეუძლებელი იყო საბჭოთა კავშირში და მისი გავლენის სფეროში, რადგან იქ არ არსებობდა არც სიტყვის და არც შეკრების თავისუფლება. 1983 წელს ევროპარლამენტში ისტორიული გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა დასავლეთ ევროპულ მშვიდობის აქტივისტებს მიმართა, რომლებიც ნატოს ბირთვული შეიარაღების ზრდის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. მიტერანმა კითხვა დასვა, რატომ არ იმართებოდა მსგავსი საპროტესტო აქციები მოსკოვში, პრაღასა თუ ვარშავაში. პასუხი მარტივი იყო. საპროტესტო აქციები დაშვებული იყო მხოლოდ დემოკრატიებში. საბჭოთა ბანაკში კი დემონსტრაცია ნებადართული იყო მხოლოდ მაშინ, როცა იგი რეჟიმის ინტერესებს ემსახურებოდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბჭოთა აგენტურით სავსე ყალბი დასავლური პაციფისტური ორგანიზაცია იყო ეგრეთ წოდებული მსოფლიოს მშვიდობის საბჭო, რომელიც 40-იანი წლების ბოლოს შეიქმნა. მისი მიზანი ფორმალურად განიარაღებისთვის კამპანიების წარმოება, სინამდვილეში კი დასავლური დემოკრატიების საბოტაჟი იყო. საბჭო ატარებდა კონფერენციებს, ფესტივალებს, სტუდენტების გაცვლებს, ყველაფერს საიდუმლო საბჭოთა დაფინანსებით. მისი აქტივისტები აქტიურად ეწეოდნენ კამპანიას ამერიკის ჯარების ევროპაში განთავსების წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც ხმას არიღებდნენ ასეულათასობით საბჭოთა ჯარისკაცის ყოფნაზე აღმოსავლეთ ევროპაში და დასავლეთზე დამიზნებულ საბჭოთა რაკეტებზე. მსგავსი ორგანიზაცია ასევე იყო მსოფლიოს დემოკრატიული ახალგაზრდობის ფედერაცია. 1989 წლის შემდეგ ბუდაპეშტსა და პრაღაში გახსნილმა არქივებმა დაადასტურა, რომ ფედერაციის ღონისძიებები, სტიპენდიები და საერთაშორისო ფესტივალები სინამდვილეში მოსკოვიდან იყო დაფინანსებული და კოორდინირებული, ხოლო ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერთა ნაწილი უშუალოდ თანამშრომლობდა საბჭოთა უშიშროებასთან. ერთი სიტყვით, საბჭოთა კავშირი ცდილობდა დემოკრატიული ქვეყნების წინააღმდეგ გამოეყენებინა ის თავისუფლებები, რომელსაც ის საკუთარ მოქალაქეებს უკრძალავდა. საბჭოთა კავშირი დემოკრატიულ ქვეყნებში ნერგავდა ყალბ აქტივისტებს, აშენებდა ყალბ ორგანიზაციებს, ავრცელებდა დეზინფორმაციას და ცდილობდა დემოკრატიული ქვეყნების მოქალაქეებისთვის მეგობრები მტრება წარმოეჩინა, მტრები კი მეგობრებად.